6 რამ რაც აფერხებს შენს მეტაბოლიზმს. ანუ ეს 6 ფაქტორი ხელს გიშლის წონის დაკლებაში. პირველ რიგში ეს არის ცოტა ჭამა. შეიძლება გაგიკვირდეს, რომ რანაირად ცოტა ჭამა როგორ აფერხებს მეტაბოლიზმს, მაგრამ რეალობაში საკვები არის ორგანიზმისთვის მთავარი ენერგიის წყარო. თუ შენ ძალიან ცოტა სჭამ და ის ვერ იღებს საჭირო რაოდენობის ენერგიას, ნელ-ნელა უფრო და უფრო ნაკლები კალორიების ხარჯვას იწყებს, ანუ ანელებს მეტაბოლიზმს იმისთვის, რომ შენ სადმე არ წაიქცე. შემდეგი ფაქტორი არის ბევრი შაქრის და მარტივი ნახშირწყლების მიღება. გირჩევ რომ მაქსიმალურად ერიდე მათ. მეტაბოლიზმს ასევე აფერხებს ცილოვანი საკვების ნაკლებობა ჩვენს რაციონში და ასევე აფერხებს წყლის ნაკლებობაც. ამიტომ აუცილებლად წყალი და ცილოვანი საკვები უნდა გქონდეს დღის რაციონში. შენ თუ ჭამ ბევრ ძალიან გადამუშავებულ პროდუქტს, ეხვებს, სოსისებს, წვენებს და ასე შემდეგ, ესეც სულად აისახება შენს მეტაბოლიზმზე. ამიტომ გირჩევ რომ უპირატესობა მიანიჭე ცოცხალ გადაუმუშავებელ საკვებს და თუ გინდა წონის დაკლება და გინდა გვერდში გყავდეს პროფესიონალი კონსულტანტი, მოგწერე პირადში.